პირველი ნიშანი მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა. ლურჯ წრეში ჩასმული სიჩქარე ნიშნავს, რომ მითითებულზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა აკრძალულია. გაითვალისწინე, ეს სავალდებულო მოთხოვნაა და არ რჩება. თუ მითითებულზე ნელა მოძრაობ, ეს დარღვევაა. აღნიშნული ნიშანი ხშირად გვხვდება მაგისტრალებზე და სწრაფმავალ გზებზე და არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც კონსტრუქციის გამო ვერ ახერხებენ უფრო მაღალი სიჩქარის განვითარებას. მეორე, მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა. წრე წითელი ზოლით და მასში ჩასმული სიჩქარით ნიშნავს, რომ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება აკრძალულია. გაითვალისწინე, ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საგზაო ნიშანია. მოქმედებს გაუქმების ნიშნამდე, გზაჯვარედინამდე და ზონის დასრულებამდე. კამერები ყველაზე ხშირად სწორედ სიჩქარის გადაჭარბებას აკონტროლებენ და თუნდაც გზა ცარიელი და უსაფრთხო იყოს, სიჩქარის გადაჭარბება მაინც დარღვევაა. მესამე, რეკომენდებული სიჩქარე. ლურჯ კვადრატში ჩასმული სიჩქარე ნიშნავს რჩევას და არა ვალდებულებას. გაითვალისწინე, შესაძლებელია იმოძრაო როგორც უფრო სწრაფად, ასევე უფრო ნელა და ამაზე არ დაჯარიმდები, თუ გზაზე დასაშვების სიჩქარით მოძრაობ. ეს ნიშანი ჩვეულებრივ იდგმება სახიფათო მოსახვევების, დაღმართების და რთული მონაკვეთების წინ. ნიშანი სავალდებულო არ არის, თუმცა მისი გათვალისწინება სასურველია. რომ შევაჯამოთ, მინიმალური ნიშანზე მითითებულ სიჩქარეზე ნელა მოძრაობა აკრძალულია. მაქსიმალური ნიშანზე მითითებულ სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა აკრძალულია. რეკომენდებული რჩევაა, სავალდებულო არ არის, მაგრამ უმჯობესია გაითვალისწინო. ბრეინჰაუსი. ისწავლე თეორია 4 დღეში.